ვის უყვარს ეს სიმღერა? და ჩახოსტბილი სალიშოთის ფურები ზილალა რამაც ეკობს და რამაც იმბოდე და საქმეა აქ. კაი გამოირთე. ვიცმევთ და მე რას ვაკეთებთ? არაფერი ვიცმევთ. დილის რამეები გავაკეთეთ უკვე. თამშვენიერალურად, აი ამას ჩავიცმევ. არ არის ფუმფულა კია, მაგრამ ის არის, ნახეთ. ლანდი გაზდის. ლანდი. ძალიან სქელი არ არის რა. სარეცხი შევყარე. რამე რუმეები მივხეხ მოუხეხე. ეზო მოვგავ მივგავე. ყავა გავამზადე. აი აქანე. და ჩავიცვათ და ჩავიცვათ. აი ასე. მოდი. მოვჩანჩარდი. ერთი წამით. აი ეს. შორილა შენი ხმა არ გავიგო ესე ვიშრობ მე თმას. ხმა კრიტის უსი. ესე. ვაიმე, მოვედი, გავუმართე თაფლ ოფიციალურად მოვედი. აიცადე? ნასკების ჩათმა ცოტა ძნელია. მე ზოგადად მჭირდება ხოლმე. მაგრამ ჩანდაბას. მეზარება ეხლა დაუძახოვინეს. აი ორი ხინკალი მივაყუდავე ეხლა ესა. გუშინ წინ მამიდა მომცა და შევწვი. რას ვეძებ ხო? ხო და ორი ცალი იყო დარჩენილი. შემწვარი. ხო და ავდექი და მიკროტალღოში შევსვი ისე გემრიელად შეიბროწა რაღა და გაცხელე შემწვარი. ხო და იონე ფიქრობდი ხა იონეს დაუტოვი. არ უნდა ვიფიქრე კაცო ისა. მე ხინკალ ჩავცეცხლა მეთქი და იონე რო ადგება მაკარონს მიირთ. შესაძლებელიც საბაკ უბრალოდ დაბეძარა. ჩავაგდებ მე ეტაფაში და შევუწვავ. დღის გეგმა გავიხსენოთ ერთად. რა გეგმა გვაქვს დღეს? რაღაცეები, მაგრამ არ გვინდა რომ გავიხსენოთ. გვიზარება. პრინციპში ჯონჯოლი უნდა ჩავდო. გუში როგორც თქვი. ცოტა აღდგა ჩემი ხელები. მაგრამ ჯერ არ ჩავდებ რომ ეს კრემი წყალში გადაყრილი არ იყოს. ჯერ არ ჩავდებ ჯონჯოლს. მე ცოტა ხანი. აი ეს არის ცხის გასაფენად რომ ჩავალ, რომელიც უკვე ტრიალებს და უკვე ბოლოს კი გასული. აი მაშინ. არაფერი ბანკებში არ ვდებ, უნდა გავრეცხო. მე გარეცხლის ფენა მოვაყარო მარილი, დავადო სიმძიმე და დაიპრესოს 1-5-6 დღე, ნუ 1 კვირა მაქსიმუმ. დაახლოებით რა მე მგონი. თქვენ თვითონ შეატყობთ ხოლმე მე. იმიტომ რომ ეგ გაკეთებული ჯონჯოლი. აი ადრე თუ თქვავდი ხოლმე რა, ის ცხელწყალში უნდა ჩაყარო და ამოყარო და ვკარგავდი. ანუ მარცვლებს თუ რაც აქვია ყვავილებს, ანუ ხო და ეხლა არაფერი არ გეკარგება. ყველაფერი ესე იგი იმ სიმძიმე პირსაწვენია, ესე რომ გადაიწე ესე. მიაქ ჩემი თავი. წავისვათ ეს თორე მე მგონი წუხალ დამავიწყდა. ხო და კიდე რა საქმე გვაქვს? საჭმელი დღეს არ გვაქვს გასაკეთებელი, იმიტომ რომ რამე რუმეები არსებობს ჩვენთან სახში და ის მიირთვან. ნუ ბოლოს საღამოს კი ნახოთ. ორი საროჭკა გვაქვს დასახატი. ერთი ივანესი. ერთი ქეთის. აი ეს.
აი მე გუშინ ნინო მოვიდა და აი სეუზე რომ ამბობდი რაღაცა თურმე მშობლები არ მითიან მე კიდევ ებზადებოდი სეუჟე წავალ მეთქი და გავიხსენებ ძველ დროს მეთქი და სასწავლებელს ნახავ არ მივდივარ არა მშობლები არ მიდიან მე ხო ჩავიყვე ვაი კოკი უნდა გავამწარო ყოველ დილით როგორ მინდა ხოლმე სუსიზმაში კოკის ჩაქმიმასა ვხედავ ჩახოხბილს აი ой, пилионкები გოგოგოგას ხარეთი, პაპალა პილიონკები. ცოტა ხანი ავი კონციალი, მე რა რო ცივი არის კი არა და შველი არა უშევ. რა კარგი არის ბანაობა ხალხო. კაია. შეიძლება უნდა ბანაობდეს ადამიანი. სამკვირაში ერთხელ მაინც. ეს რა თავი არ ვიცი, მოდი ხა. ქათმები არ გამოვიშვე და ინდაურისი არ მიშვებს, საქათმეში თუ წენი არ წავისვე. შეურაცხყოფილად აგრძნობს თავს. ასე რომ ვაი ხახლო გუშინ ივანის ვეუბნებოდი. ეხა მოიცალე მეთქი, მასწავლდა რომ მოვიდა და დავრეგისტრირდეთ მეთქი. მე უნდა ვიცინო ეგრევე მაგარო ვერ მოასწროს და რეგისტრირება. უნდა ვიცინო და რაც მაგას პოლიჯოხით უნდა მოხდეს. თუ არ გამექცა. მართლა რომელია უკვე ერთი თვის წინ დაიწყო ხო? ერთი თვე იყო დაახლოებით. 6-ში მთავრდება. ეს არის 30. და ჯერ არაფერი. რა გოჩქებეთი დეტალი თქვენ. ეს რაღაც მინდა. ინდაურზე. ხა ვითომ რა შევატყობს ინდაური რამის. ყოველ დილით კოკი ჭყიპინებს, ტვინი აქ წაღებული. ხო და მე მგონი ნერვოზი გამირთულდა თუ რაც აქვია. მოდი ბარემ დღეის ნორმა დავლიოთ. ბაწეტინა გული. კარგიო რაღაცა. და ვენკინა მასი გადავისვი კვილებზე. და ისა. ფერიტინი. ამ თვის კი არა და ხო რა ხავი თქვენ მოვა მაგ თვის 25-ში უნდა წავიდე მგონი ექიმთან. ხო და მარტო ანალიზები რომ უნდა გავიკეთო მაგრად მეზარება. ეხოსკოპია გაიაფო. ეხოსკოპიაზე რომ მივდივარ ხოლმე. ხო და ხა ივანე მითხარო. წამოყვებიო. ხოსბუ იონი მომყვება ხოლმე და ძირითადად და ეხა ხო ბოლოს გავიპარე. ხო და მე ვთხარი ტყუილა წამოყვები მეთქი. შენ მუღამიც გაქვს ეხოსკოპიას არ ვიკეთებ. ანუ არ მეკუთვნის ეხოსკოპიას ვიკეთებ ერთხელღა. აი ხა ეს უნდა ცუდად გამიშრეს. ამიტომ ვიცადე, წინაზე როგორ გავიშრე. გითხარით, მოვიტანო ეგ ატრიბუტი, თუ ინსტრუმენტი, თუ რაღაცა. ფერებში კი მიდის მწვანე. ნუ მოკლედ არ ვიცი, აი ესე ვქენი. მაგრად რომ ეძინებოდა და გაშრობის თავიდან ერი არ მქონდა. ხო და აჰა. ძნელი იყო არა საერთოდ როგორ გამიშრება არ მაინტერესებს. თავი გამიშრეს. ეს დავკეთე. დავაბინავთ ხა ისინი ეგ არის და ეს დავჭირდება. ანუ დღეს სხვა გეგმა არ გვაქვს როგორც მახსოვს. ოთახს უნდა დავალაგო გუშინ საყურე დრო დავტყობე ეგ ოთახი და ეგა არის და ეგა. ეს ჩემი კბილებისთვის შეიძლება რომ მოვიტანე, არ შეიძლება.
ეს ჭიქა ჩემმა უმფროსმა გვიყიდა ყველა სამსახურში 3 მარტს. მე კიდე გიული მყვავილი მოუტანა, ია. პარკში ქონდა შენახული და სანამ გიული მივიდა და მისცა ნინოს ვთხარი, ნახე ია მოგიტანე მეთქი და კინაღა მამცემა გიული. იმის ყვავილი მე მივეცი. უყურე, მე მოგიტანე ნინო გატყუებს ნინო. მე ია ვაჩუქე, სხვისი ია ვაჩუქე. ეგია. საკუთარ დაბადების დღეზე ხო საკუთარი საცხობიდან ამცხვარი მოვიპარით ხამე და მიუტანეთ შუაღამისას. აბა რა, ნუ გამოიყენოთ როგორ ძიმე დრო მოვიდა. კი რა და ხო. ეგ დრო მოვიდა. აუ გუშინდელ ვიდეოზე კი არა. აი მაზი, აი პირველი და მეორე რო ჩავწერე, რა თემაც ჩავწერე. ეს ძაფები საიდანაა მაგაცუნიკო. ძალიან ბევრმა თქვენგანმა იქოდამი კომენტარით ზოგმა პირადში მომწერეთ. გავოცდი რომ იტყვიან რომ მე გუშინ ლაპარაკი მქონდა უცხო ხალხზე. უცხო რა, ნუ რო იცნობ რა. არა მკითხე უცხო ხალხზე და თურმე რამდენი ყოფილა ოჯახში კიდე. ოჯახის წევრი. მამიდა, პაპიდა, პაპა, ბაბო, კაცი, პაპაც რო იტყვის, პაპაც. სქესით რო ასხოვებენ შვილებს და შვილიშვილებს. გავოცდი, ოღონდ მართლა. იმედია რომ ეგეთი დამოკიდებულება ეხლა ვამბობ ამას, მაგრამ იმედი მაქვს კი არა, ვიცი რომ ეგრე არ არის. რომ ანუ ძველ თაობაშიღა შემორჩა თქო რა, მაგას ვამბობ. მაგრამ ძალიან ბევრი ახალი თაობისაა, რომელიც შენზე ნერვიულობს, რომ მეორე ბიჭი გყავ, მეწილე ყავ იმ ბიჭს და ასე შემდეგ. აი სამანიშვილის დედინაცვალებით რა, ბავშვი ჯერ არც დაბადებულა, უბრალოდ სქესი იცი და იგივე რო ხო გაყო. არა, ოჯახის ანუ დედმამა კი არ გაყობს. ან პაპა ბაბო გიყობს, ან მეზობელი, ან მამიდა მეზობელი, ან ბიცოლას მეზობელი, ან ყვავილჩხიკვის მამიდა. ვიღაცა შემაგილოთ ნერვიულობს, როგორ გაყობს აღ. კოკი! აი ესე დაუსრულებლად შეიძლება. მეზარება რო ავდგე ხოლმე და გადავაფარო და გადავაწიწყრო ის ქოჩორი. ხო და გავუცდი რა და მივხვდი რომ რავი. მაგას ვერ ასწავლი. რომ არ უნდა უთხრა, იმიტომ რომ რაც არ უნდა ეჩიჩინო რომ არ უნდა უთხრა. ვერ გაიგებენ, იმიტომ რომ მაგათთვის ეგ არა, ანუ რაც ამბობენ ის არის მისაღები. ეგ უნდა შიგნით გქონდეს, რომ სულ რო ფიქრობდი არ უნდა უთხრა. ეგ შეგნება ან გაქვს, ან არა გაქვს, ვერ ისწავლი. და ყველაზე მაგარი ის არის კიდე რომ იცი რა საშვებიან სხვას რო ასწავლიან რომ როგორ მოიცილონ მტკივნეულოდ ხალხური მეთოდებით გამოცდილი მეთოდებით იმიტომ რომ თვითონაც გამოუყენებიათ და ცოცხლები არიან და ვიღაცა გამოუცდელი ადამიანი მიყავთ სიკვდილის პირამდე ძალიან ბევრი ეგ შემთხვევაც ჯერ ეჩიჩინები რომ აი ერთი შვილი ყავ ორი რო ყავ მესამე რაღაც გინდა ან თუ ერთი რო ყავ მეორე რაღაც გინდა თუ ბიჭია მით უმეტეს და ისიც ბიჭია და რო გამოუჭე და ყურებს და მიიყვან იმ დასკვნამდე რომ მოდი ხო მართლა აღარ უნდა და თანასწავლი როგორ უნდა ეგ გააკეთოს მე გამოცდილი მაქვს ესაო და ცოცხალი ვარ ჯანმრთელი ხარივით და აფშლეკინებენ ფეხებს იმ გოგოს რომელიც უკვე ენდობა ამას იმიტომ რომ აგე დაარიგა იმიტომ დაარიგა რომ იმას კი არა შენზე ზრუნავს თორე მე რა ხო თუ შენ რა გაჩვენდი ადამიან რა ცოდვაში იდებ ფეხს რატო ვერ იაზრებენ აი მაგაზე ვგიჟდები ხალხო აი დღემდე
ყველაფერს 21 საუკუნეს მიაწერა. აი 21 საუკუნეა და რაღაც დროს ეს არის. 21 საუკუნე რაღაც დროს ის არის. ხო არის, ეგეთი ისინი. ხო და ეს 21 საუკუნე რომ მოვიდა. შეიძლება თქვენც გაიგოთ რომ რაღაც დროს ეგ არის. რაღაც დროს ხო შეიძლება ოდესმე იმამდე მივიდეს იმ 21 და რამის 22-ში გადავედით უკვე რომ იმამდე მივიდეს საკითხი დაზროვნება რომ ეგ მკვლელობაა. ბავშვია ხალხი. არა ვიცი, წეროს მოყავ? აბა თუ ვერ ხედავ ჯერ ხო ვერა აი როგორ ვერ უნდა გაიაზრო რომ ის უკვე სიცოცხლეა შენში და ანუ რადგან ვერ ხედავ არ არსებობს? რადგან ჯერ არ გამოძრავებულა არ არსებობს? ეგი არ არის. ძალიან ძიმე რაღაცას ფიქრობთ ხოლმე და ვაკეთებთ ხოლმე. ეგეთი რაღაცები რა არ შეიძლება. უნდა გავიაზროთ. ელემენტარულად წარმოიდგინე ხა ყველა შვილს ჯვარის წელია და უფალი ფარავდეს და რაღაცა და იმ შენ გაჩენილ შვილს რომ რაღაცა ემუქრება. თუნდაც უდათროა, თუნდაც უბედური შემთხვევები, რავი, ჯვარი წერიას უყოლას. გააზრებაც კი საშინელებაა. რამდენად კოშმარი და აი მე ესეთ ამბავს აი ადამიანს რო შვილი ეღუპება, ვეძახი ამ ქვეყნიურ ჯოჯოხეთს. სხვა სიტყვა ვერ შეუხამე მაგას, ან ეგ არის. ამ ქვეყნიური ჯოჯოხეთია ეგ. ყველა ძნელია იქ ცოლი გეღუპება, იქ ქმარი გეღუპება, დედა, მამა, ნათესავი ახლობელი. შვილი რო გეღუპება და შენ აგრძელებ აქ ცხოვრებას და სუნთქვას ცხოვრებას არ არსებობას ალბათ. ეგ არის ამ ქვეყნიური ჯოჯოხეთი. წარმოიდგინე რაღაც მომენტში ამას ადამიანი ფიქრობდა შენ თვითონ აკეთებ. იმიტომ რომ ფიქრობ რომ ეს არ არსებობს ჯერ. და თავს იმის უფლებასაც აძლევ რომ ვიღაცასაც შესთავაზ. რომ აი ვიღაცა მარა თქოს რომ აი რო გავიგე ბიჭი არის ისევ ინერვიულე. აი რო გავიგე რომ გოგო იყო ამოვისუნთქე რომ გოგო ისა ანუ რო გეუბნება რა შენ. ყველაფრისთვის თუ 21 საუკუნე რატო ამისთვის არ არის? ამაზროვნებისთვის. სამწუხაროდ ბევრს აქვს ეს ცუდი გაკეთებული. საბედნიეროდ ბევრი მივიდა იმ დასკვნამდე რომ ეს ცუდი იყო. რა ვიცი, ეს თემა ბევრნაირად შეიძლება გაშალო და რაღაცა, მაგრამ მე მარტო მას გავაკეთებ ზღვარს. მარტო იმაზე ვისაუბრებ. მარტო ამაგაზე გვაქვს რა საუბარი, რაც აი სხვა რო ნერვიულობს. და აი რა ძალა გედგა ხალხი. მარტო მაგაზე მაქვს. რა და გუშინა მქონდა მარტო ლაპარაკი, რომ ვიღაცა რო გეუბნება, უცხო რო გეუბნება, უბრალოდ ნაცნობი რო გეუბნება და თურმე აღმოჩნდა რომ არიან ოჯახში ხალხი რომლებიც ბიჭი თუა შვილი შვილია. გოგო თუა უბრალოდ დრო დაუკარგიათ რა. შვილი კია, მაგრამ დროა დაკარგული ხლა. ამის მაგალითად ბიჭი ხო შეიძლებოდა. ხო, სული მაგ ხო. და კიდე იმას ვიტყვი ბოლოს რა ძალიან აღარ გავაგრძელებ რომ გუშინ ეს სიტყვები ვთქვი რომ დარწმუნებული ვარ მეთქი ფეხმძიმეს რომ რაღაცა მსგავს ეუბნები ყველაფერი შეიძლება დაავიწყდეს ყველაფერი დედამიწის ზურგზე მაგრამ ის ადამიანი არ ავიწყდება რომელმაც რაღაცა უთხრა და წარმოიდგინე შენ რომ ამას ოჯახის წევრი გეუბნება ჯერ როგორ უნდა დაგავიწყდეს და ამ გოგოსის წარმოიდგინე მე როგორ
როგორ იყო? ვიღაცა ფეხძიმეთ რო ხარ და ვიღაცა გეუბნება. ეხლა აიგრა არის. მიდი რა ეს რაღაცა გავუშვი და სხვა დაიწყე იქნებს ქესით დავემთხეთ. აი ვინ აფიქრობს ამ გოგოს რა სჭირს? როგორ ათენებს? როგორ გადის იმ დღეებს იმ სიტყვების მე? სადა გაქვთ აზრი ესეთ ხალხს? რატო არ ფიქრობ თუ არავინ გეკითხებათ? თქვენ რა იცით კიდე რაღაც ხელავთ ცოდვაში ჩაყოფთ ფეხს იმ ხრივ რომ ნერვიულობაზე იმას რამე მოუვიდეს. ნუ თქვენთვის ის პრობლემა არ იქნება იმ წუთას. პირიქით. აღარ მოცდებიან გოგოზე. და ეგრევე ბიჭს მიაყოლებენ. მაგრამ სხვის მაგალითად ნუ მიიღებთ რა გადაწყვეტილებას. ძალიან საშინელებაა და გუშინდელიდან გამომდინარე ვამბობ მაგას რომ აი ძალიან ბევრისთვის გიტკენიათ ხალხნო გული. უტკენიათ. არ შეიძლება მასე. ბავშვი, რა მნიშვნელობა აქვს რომელიც სქესის წარმომადგენელია. ის უკვე არსებობს, ის უკვე ღვთისმსაჩუქარია. ეხლა მე რო გავიძახოდი რომ ბიჭი. იმიტომ კი არ გავიძახოდი რომ მინდოდა. და რუი რასამ ბიჭი თუ არა და სხვა არაფერი არ იქნება, არა. ბიჭს გავიძახოდი, იმიტომ რომ გრძნობდი რომ აუცილებლად ბიჭი იყო. აი, ხო იცით რა წვიმიდან ვამბობდი რომ ბიჭია თქო. ორჯერ თქვენთვისაც არ მეთქვია მე-12 კვირაზე და მე-18-ზე თუ რაღაცა როცა ვიყავი, გოგოები მითხრეს. გოგოები რაღაცა, ой, რა კარგია ტყუპები. წარმომცნო. ტყუპები ჩემი ოცნებაა, ოღონდ მართლა. ხოდა მითხრეს გოგო. სავარაუდოდ და მერეც მითხრეს სავარაუდოდ გოგო. მაგრამ ეს ჯიუტად ბიჭი იყო. ჩემთვის ბიჭი. ხოდა იმიტომ არა რომ გოგო რო ყოფილიყო, ვაიმე და შეიძლება საწოლიდან ვერ აგეყენებინეთ, იმიტომ რომ გოგო იყო, არ მინდოდა, ხო? ეხო სისულელია. უბრალოდ გრძნობდი, აი ის იცი რატო? იმიტომ რომ მე სხვა რაღაცა მიზეზები მქონდა, რომ ბიჭი უნდა ყოფილიყო. მე სხვა რაღაცა დამთხოვები მქონდა. მე სხვანაირად აღვიქვავდი იმ ყველაფერს, რომ ის აუცილებლად ბიჭი უნდა. ის აუცილებლად გაბრიელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეგ არ არის ის მანიშნებელი, რომ გოგო რო ყოფილიყო, დაინგრა ქვეყანა. მე-5 იქნება გოგო. ხო. ამ პერიოდში კიდე ტელეფონში ხვდება, ტელეფონში რა. ხო რა, ინტერნეტში ტელეფონში ხვდება რა. ბაბოსავით ავთქვი. აი 40 წლისა ვარ და შვილის დაგვიანება ძნელია. შვილის გაჩენა დაგვიანებულია რა, მაგრამ ავაწყეწინა დადება. რათ არის დაგვიანებული ხალხი? თუ შეგიძლია და შეუძლია შენ ორგანიზმს რომ ჯანმრთელად გაიარო მთელი ის პროცესი და ჯანმრთელი ბავშვი გააჩინო და საერთოდ ბავშვი გააჩინო და რატო დაგვიანება? რავი, აბა მოვასწრებ მე 40 წლამდე. ანუ ზღვარი გააკეთა ხალხმა რა, 40 წელი всё დამთავრდა. რატო? თუ შეგწევს ძალა, ენერგია და ჯანმრთელობა, გაიარო კარგად ეს პერიოდი, რატომაც არა. ევროპაში შენჭირიმე 30 წლისები სანამ არ გახდებიან, არა ოჯახდებიან. მე მგონი რავი ევროპაში რავი სადღაც. ყოველ შემთხვევაში მე რო ფილმებს უყურებდი ხოლმე სერიალებს კორეულს, მართლა იქ რო ასაკზე იყო რაღაცა, აი 30 წელი იყო საშუალო ასაკი, კი არა და დაწყებითი ასაკი იმის, რომ დაოჯახებულიყვნენ და შვილზე ეფიქრათ. ეს სერიალებზე არ არის, სერიალებში არ არის მარტო, სერიალებიც ცხოვრებისგან გამომდინარეა გადაღებული. რა ვიცი, ეს არის სულაყურიდან. ადგები ხა მოვალაგებ გავტოკდები. აი მე ფჩხილები მაგ ხალხო გასაკეთებელი და როგორ მეზარება. აი სადმე რომ მივდიოდი ხო გავიკეთებდი.
საწოლის ხო დღეს გეკმა გვაქვს გუშინ ბარბარემ შემჭამა გუშინ ვიდეო და სკოლაში ვუთხარი რომ ხვალ მეთქი ტანსაცმელები თბილების ქელები ცოტა თბილები დაკლება თბილები და წაფხულისები რაღაცები და ვაიმე სკოლიდან რომ მოვიდა შემჭამა ვაიმე ხვალით ჩასაცმელი არა მაქვს და ისა გადმოვალაგოთ იოგას გავაკეთებდი ცოტა ხანი გამეცლებოდა ერთი სამჯერო გამოვიდა აი რო წამოვფრინდი ნუ არ წამოვფრინდი ვცდილობდი რომ ესედა სანამ გავწორდი აღარ იყო ბავშვი ტერიტორიაზე ხო და დღეს ეგ გავაკეთოთ რა სარჩკასაც დავხატავთ ჯერჯერობით ორი გვაქვს ნუ ქეთის და ივანეს თუ არავინ მოიტანა ხო და აი ეს გამოვიღებ გარდირობიდან არა მეც ამჭირდება რაღაცები თუნდაც ის თუ რეებს რას ჩავიცმევ აგვისტოდან იმიტომ რომ თლიან კაბებს ვეღარ ჩავიცმევ რომლებიც მაქვს ფიზიკურად ვეღარ ჩავიცმევ არა პრაქტიკული იქნება ჩემთვის როდესაც პატარა გაბროს მოშივდება ვერ ხო და აი ყველაფერი დავახალისხოთ მოკლედ რა წავედი ახლა თორე გამიგრძელდა საუბარი აბა ჰედა აბა ხო მაგრად